მადლობა თქვენ ეთერში მოწვევისათვის და საერთოდ ამ დღეებში იმ ზრუნვისათვის, რასაც ტელეკომპანია ფორმულადან ვგრძნობთ, აი ასეთი მიდგომა რომ იყოს ტელევიზიებიდან ოპოზიციური და მიზნობრივი ერთიანობისაკენ დამერწმუნეთ რომ ეს რეჟიმი გაიხანი არ იქნებოდა. აბა ჩვენ ჩავკვეთე ზოგიერთმა ტელევიზიებმა მთელი წელი და ჩვენი გამოჩენას და ხსენებას არ უნდათ, ამით წავაგეთ ჩვენ თუ წააგო ქვეყანამ და წააგო იმ საქმემ, რომელსაც ყველა შეჭიდებული ვართ. რა თქმა უნდა ქვეყანამ წააგო. აი ახლა თქვენ სავსებით სწორად აღნიშნეთ მთავარი არხის მდგომარეობა, სოლიდარული ვარ ჟურნალისტების მიმართ უდაოდ რაზეა საუბარი, მისი დახურვა სერიოზული დანაკლისია იმ საერთო საპროტესტო მოძრაობისათვის, რომელშიც ჩვენ ვართ ჩაბმული, მაგრამ ვისი ბრალია ეს? გვარამია გაურიგი და ბიძინა ივანიშვილს გილაურის ხელით დაფინანსება აიღო და მე დაფინანსების არქონის გამო გააჩერა ტელევიზია, ამ დროს 3 მილიონი გადარიცხა ამერიკაში, 88,000 ხელფასი ჰქონდა ყოველ თვე. აი ასეთმა არა ოპოზიციონერმა, არა პოლიტიკოსმა, მესმის თქვენი კოლეგიალური განწყობა, მაგრამ უნდა აი ამ გვარამიამ ჩავკვეთა ჩვენ ეს წლები და ეს შეთანხმებული იყო ბიძინა ივანიშვილთან და ამ ტელევიზიის დაკეთვა შეთანხმებული იყო ბიძინა ივანიშვილთან, რადგან მას სასტიკად არ აწყობს ავტორიტეტული ტელევიზიების ჯგრო, რომლებიც გააშუქებენ რუსთაველის გადაკეთვას, საპროტესტო მოძრაობას და სხვა და სხვა. აი ამაშია საქმე, რომ ხალი უნდა გავდეს ხალს, კაცი კაცს, ოპოზიციონერი ოპოზიციონერს, ტელევიზია ტელევიზიას, მენეჯერი მენეჯერს და ასე შემდეგ. ბატონშალო, დღეს თქვენ ერთი ასევე მაპატიეთ ბატონ გიორგი სოლიდარული ვართ ქალბატონი ამაღლობელის ტრაგედიისადმი შეიძლება ითქვას ეს ტრაგედია რაც მოუწყვეს ამ ქალბატონს ვითხოვთ პოლიტპატიმრების განთავისუფლებას უკლებლივ და არც ერთის დამატებას პოლიტპატიმრებზე და მოგეხსენება თქვენ ჩართვაც გააკეთეთ ივანიშვილის სასახლიდან, რომელსაც მივხვდით ჩვენ, ლაშა ჩხატიშვილის დაპატიმრებას აპირებენ, რომელიც ვერ გატეხეს 22-ჯერ დააჯარიმეს, კაც არ აქვს, სახლი არ აქვს, კარი არ აქვს, ქონება და 150,000 უკვე ჯარიმა მოვიდა. ეხლა უნდა დაჭერა იმის გამო, რომ რუსთაველზე იდგა და გადაკეთვაში ლიდერობდა და სწორს აკეთებდა. ასე იკეთება მთელ მსოფლიოში სამთავრობო გზები და პროსპექტები, თეთრსაღთან, ბერლინში, მადრიდში, პარიზში, ლონდონში. ეხლა ბოლოს რო ვიყავი თებერვალში, თეთრი სახლი 4 მხრიდან იყო ბლოკირებული. ერთ მხარეს მიტინგობდა ჰამასის მომხრეები, ჩადრებით ქალბატონები, ალბათ უფრო მეტად პალესტინის მომხრეები იქნებოდნენ, ჰამასის მომხრეები მე ეჭვება რომ ჰამასის მომხრეები იყვნენ, სხვათა შორის მინდა გითხრათ. ანუ ღაზას სექტორში წავდნენ და ავტომატურად იქ ჰამასი ლიდერობს, ხო? კიდევ იქ ვიღაც 4-ვე მხარე ჩაგეტილი იყო. ხოლო პენსილვანიის მხარე, რომელიც ცენტრალურია, მოგეხსენებათ ამერიკის პრეზიდენტი დადეს იმ მარშრუტით, გადაკეტილი ჰქონდათ მეყველეებს, ყველით ვაჭრებს. თავიდან რომ ნახე რომ ყველი ეხატა ზედ ვიფიქრე ალბათ ვიღაცა რაღაცას ეღადავებ ამ ტრამპს და მე გავარკვიეთ რომ ითხოვდნენ ტარიფების დაწეროს რაცა ყველი უფრო მომგებიან ფორმატში გაესაღებიათ. ანუ არ ყოფილა ისტორიაში შემთხვევა რომ გზის გადაკეტვის გამო საპატიმრო ღონისძიება გამოიყენებინოს მით უმეტეს პოლიტიკური ლიდერების მიმართ, რასაც უპირებენ ლაშა ჩხარტიშვილს აიახლა და თქვენ მაინც მოლოდინი გაქვთ რომ შეიძლება ფიზიკურად ითხოვს შინაგან საქმეთა სამინისტრო დაპატიმრებას, იმიტომ რომ ჯარიმის გადახდის საშუალება არ აქვს, არ იხდისო. ჯარიმის გადახდის საშუალება რო არ აქვს ხალხს, ეს არის ხელისუფლების დანაშაულებრივი პოლიტიკის ბრალი, რომელმაც გააკულაკა, განძარცვა ხალხი შემოსავლისგან, ეროვნული სიმდიდრისგან, ხელფასისაგან და დააწესა ჯარიმები სუპერევროპული, სუპერამერიკული. ქონდა შეუძლებელია ამ ოდენობის შეუძლებელია, თუ ჯარიმის გადახდეს თავი არა, კი არ უნდა დაიჭირო ადამიანი, უნდა ჩამოაწერო. ეს არის სოფლიო ჰუმანიზმის და სოფლიო ეკონომიკისა და სოციალური პოლიტიკის პრინციპი. უნდა ჩამოაწერო და არ უნდა დაიჭირო. იმ ციხეში რო დაიჭერა, ყვება არ უნდა იმას და პირობები არ უნდა და ხარჯი არ არის ბიუჯეტისა თუ იგივე. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ძალიან პატარა კაცუკაა ივანიშვილზე რო საუბრობთ, აი არ ზღის მასზე ამდენი საუბარი ასეთი ტრაგიკული როლის ტვირთვა რო არ ეკისრა თავის თავზე თუ აქვს თავი. ძალიან პატარა კაცუკა, აი იხსომების დეტალებს, რაც დიდ პოლიტიკაში ნუ არ აქცევენ ამას ყურადღებას. ხო, კი, თქვენ გახსოვთ ის მისმა შვილმა რო იგი მიუგზავნა მთელი უშიშროება მეთაკლასელი ბავშვი რო დაატერორეს Facebook-ში გვაგინებსო. იმდენი რომ მაგინებს Facebook-ში კამერავიც უნდა ავტომატურად ეჭიროს დაორმოდეთ ხეში, ხო? ხო და თვითონაც ეგეთია. თვითონაც ესეთი პატარა კაცუკა, ეხლა ლაშამ დაუწვა ფიტული, შეკვეთილში რო ვიყავით, გახსოვთ, სხვადასხვა იმ ფიტულმა ჩვენს
დაგვწვა აგერ მეტყობა ხელზე დათნა ის პიჯაკი ყოფილა ხელოვნურივის და გულში ფიქრობდი ახლა ალბათ მეთქი უხარია რომ ჩვენ დავიცვით მის მაგივრად და მე ნეხვის ტორტი გამომგზავნა დაბადების დღეზე 18 თებერვალზე კი უთხარი ძალიან პატარა კაცია მეთქი და ამას რა ცუდად მიიღებს ხო ბუნებრივია და ეს ნეხვი და ეს პიტულის დაცვა ყველაზე იოლი საჩუქარია რაც შეიძლება ქართველმა ხალხმა გაუკეთოს იმ ბოროტებას რასაც წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილი რომელიც არც ქართველია არც პატრიოტია, არც ეროვნულია, არც იმერელია, არც საჩხერელი, არც ჭორვილელია. ჩვენი მტრისგან შემოგზავნილი პუტინაცვალია, რუსეთის გენერალ-გუბერნატორია, დიქტატორია და ეროვნული ქონების მიმთვისებელი და საკუთარ ოჯახზე გამანაწილებელი. სხვა შორის რადგან ქონება ვახსენეთ, დღევანდელი დღის ახალი ამბავი მათ შორის არის ის, რომ Bloomberg-ის კლასიფიკაციით ის უკვე მილიარდელების სიაში აღარ არის. ეს არ ნიშნავს, რომ Forbes-ის სიაში შეიძლება არ მოხდეს, იმიტომ რომ Bloomberg-ს აქვს რაღაც მინიმუმი თანხის ოდენობა, კაპიტალის ოდენობა, რომელსაც ჩამოწდა უკვე, თუ არ ვშთები 3.6 მილიარდი არის. მაგრამ ფაქტია, რომ მას თან რაღაც პრობლემებიც აქვს და შეუძლებელია ესე არ იყოს, იმიტომ რომ გარკვეული თანხები უკვე დაბლოკილი აქვს, ვიცით ამის შესახებ, მაგრამ ამავე დროს ის აშკარად მიმართავს გარკვეულ ზომებს, რომლითაც მისი კაპიტალის გადამალვა ხდება. თქვენ როგორ ფიქრობთ, საით შეიძლება განვითარდეს კიდე მისი ქონებრივი მდგომარეობის თაობაზე დინამიკა? დავიწყოთ იქიდან, რომ Bloomberg-ის და Forbes-ის რეიტინგებში სანქცირებული მდიდრები არ ხვდებიან. მით უმეტეს კრიმინალად შერაცხული და რუსული ფულით გადავსებული სუბიექტები. ანუ ამ რეიტინგიდან ამოგდება ბიძინა ივანიშვილის ნიშნავს იმას, რომ მთელი მისი ქონება გამოცხადებული არალეგიტიმურად. აი ეს არის ყველაზე მთავარი, რაც დღეს გახდა ცნობილი. ტრილიონი რო კონდეს, არც იქ არ შეიყვანე, რადგან არ არის აღიარებული სამართლიანად შოუნის წყარო და მისი სანქცირება მიდის სრულით წინ. ეს ერთი. მეორე, მან რა თქმა უნდა ეს ქონება გადაანაწილა, გადამალა კანონმდებლობა მიაღებინა პარლამენტს, რითაც შეეძლო ოფშორებიდან შემოეტანა უკან ქონება გადასახადის გადახდის გარეშე, მარტო 300 მილიონამდე წაგვართვა და ბიუჯეტს დააკლო, როცა ის ნახატები შემოიტანა აქ იმ სალვადორ დალის დორა და კიდევ სხვა ნახატები, რომელთა აზრზეც არ არის და ისიც არის ის რა განსხვავება რენესანსის ეპოქის მხატვრობაში კლასიკურ სამკუთხედსა და შემდგომ წამოსულ რეალისტურ მხატვრობას შორის, რა თქმა უნდა. თუმცა იქ ეყნიდა, რომ მთელი მოსკოვი შევსიო კონტემპორარი ხელებს გახსოვთ მისი. ხო, რამეზე რო შესვა ინტელექტუალურ ასპექტში, ან მოსკოვი, ან პარიზი, თხა და გიგო მაინც უნდა კონდეს საკითხული და აი ხლა ხო ხედავთ მეგობრებო, ნუ არ მინდა ახლა ცუდი ინფორმაცია დავტვირთო, მაგრამ ამას თქვენ დენიზ რაც ხედავთ იმ კახელის არ იყოს ახლოს რომ მივედიო. ჩვენს პოლიტიკურ ელიტას დანაწევრებული მეტყველება ჯერ არ აქვს ჩამოყალიბებული და რასაცოდავად ხედან ფორუმებზე რა უაზროდ იყურებიან. მაიმუნი ზოპარკში უფრო აზრენად იყურება თვალებში რო ჩახედო. დანაწევრებული მეტყველება რაც განასხვავებს ადამიანს ყოველთა სამყაროსგან არა აქვს. იმდენად დაიმონა ეს გაჭიროებულები თუ რამე ქონდა ისიც გააყრევინა და ეს ხდება იმ ქვეყანაში რომელი ქვეყანა სამი ამბანის ავტორია. ერთადერთი ერი ვარ სამი ამბანი რო გვაქვს ნუსხური მხედრული და ასე შემდეგ. ერთადერთი ერი ვართ, რომელმაც დამეწაზე არსებული ხორბლის 28 სახეობიდან 18 თვითონ გამოიყვანა. 5000 ვაზის სახეობიდან 700 ქართველებმა გამოიყვანეს და ღვინის სამშობლო ვართ. ყველა ფილოსოფიური მიმართულება, ყველა პოლიტიკური გადანაწილება და რევოლუცია მსოფლიოში ქართველების მონაწილეობით და ქართველების ლიდერობით ხდებოდა და ხდება. და მსოფლიო ცივილიზაციის აკვანად ვითვლებით და ეხლა ამათ რო შეხედავენ, გაჭირვებულებს საწყლად დროს ხედან ხან რომში, ხან თეირანში, უაზროდ რომ იყურებიან და ფიქრობენ, რამე არ აწენინონ იმ ასევე უფრო უაზრო მათ უფროს ოლიგარქს, ხო წარმოგიდგენიათ, რამდენი წლები დაგჭირდება ჩვენ ამ იმიჯის გამოსასწორებლად, რომ სოფლიოს თვალში აღვიდგინოთ ის იმიჯი, რაც გვეკუთვნის ობიექტურად. თუმცა, რადგან რომი ახსენეთ, იქ რომში ყაველაშვილს ხელი დაუქნიაოდ რა.
ანუ წარმოდგენილი იყო. ასე ტრამპი იმასაც უგნებდა ხელს იმ ბიჭს რო ესროლო და ყურში გაარტყა. ყველას უგნებს ტრამპი ხელს. პოლიტიკოსია, ქარიზმატულია და რა თქმა უნდა ხელი დაუგნა არა მარტო იმას, არამედ მთელი შეკრებილი ელიტას, რომელიც მთელი სოფლიდან იყო შეკრებილი. რაიც ეხლა იმან რა ვინ არის ის არალეგიტიმური პრეზიდენტი, მით უმეტეს საქართველოსი, რომელიც არავის არ უღიარებია, მარტო საკუთარ თავს. თუმცა ეს არის ის საკუთარ თავს აღიარებენ. ფორმატები ამ შემთხვევაში სამგლოვია რომ საფუძველი და მიზეზი ქონდა, მაგრამ ამ ტიპის აუცილებლობა როცა ჩდება, რომ სოფლიოს ლიდერები ამა თუ იმ ფორმატში შეხვდნენ ერთმანეთს, როგორც წესი, ქვეყნების ლიდერები ამას იყენებენ თავიანთ ქვეყნების ეროვნული ინტერესების. ნუ არავინ არ დაელაპარაკა, ხომ ნახეთ ბატონო გიორგი. ახლა მით უმეტეს ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია. ხო, არავინ არ დაელაპარაკა, იმიტომ რომ არ აღიარებენ კანონიერად სოფლიოს თხოს, რომ წავიდნენ ხელისუფლებიდან და ჩაატარონ ახალი არჩევნები და გაუშვან პოლიტიკური პატიმრები და მით უფრო აღარ დაამატონ ახლები, ლაშა ჩხატიშვილები და კიდევ სხვები და სხვები, აი ეს ვაჟკაცები, სამაყო ხალხი ვინც რუსაველზე დგას ახლაც და შესაბამისად ისინი ადრე თუ გვიან ძალიან მალე უпроსორად იზრებული გახდებიან, ეს გააკეთონ, თუმცა რა გაძლევთ ამ ოპტიმიზმის საფუძველს, როცა ვერ ხედავთ რა ტირილი და მოთქმოგოდება დგას, უკვე ვეღარ იყენებენ პლასტიკურ ბარათებს, ვიზები აღარ აქვთ, არავინ სოფლიოში აღარ ელაპარაკება. ეხლა თავის ტრები ხო არ არიან და გიჟები ხო არ არიან და ბოლოს და ბოლოს შიგნით ატყდება ისეთი შიგრეულო, რომ შეიძლება ვერ გააშველოს სახანძრო მანქანის წყალმა, რომელსაც აი მეტიგებს ასხავდნენ აი პარლამენტის წინ. ხო, დღეს თქვენმა ტელევიზიამ დაგვდო პატივი, ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ და გააკეთა ჩართვა საქალაქო სასამართლოდან. მინდა მოგახსენოთ, რომ ივანიშვილმა გადადგა ის ნაბიჯები, რაც სოფლიოში ორ ქართველთ მოძულეს ჰქონდა განზრახული, მაგრამ ვერ მიიყვანა ბოლომდე. ერთი იყო შახაბასი, როდესაც მან გადაწყვიტა თურქმენთა ტომების ჩამოსახლება კახეთში და საქართველოს გადაგვარება დემოგრაფიულად და ამისათვის გაანთავისუფლა ადგილი და პერიოდში გაასახლა ასეულ ათასობით ქართველი, მაგრამ კახეთის აჯანყება მე შეშალა, ეს ავი განზრახვა ბოლომდე ვერ მიიყვანას. ვერ მიიყვანას, ჩაშალა პრაქტიკულად აჯანყებამ დაამთავრა ეს პროცესი და იმ დროის და იმ მოსახლეობის გათვალისწინებით საკმაოდ მასშტაბური იყო. მასშტაბური იყო, რა თქმა უნდა, და მეორე პრეცედენტი გახდა ნიკიტა ხრუშოვი, რომელმაც გამოთქვა აზრი, რომ გადავესახლებინენ შუა აზიაში, მაგრამ რა თქმა უნდა, მისი განთავისუფლების იდეის გამგზელებელი პარტიულ ელიტაში გახდათ სუსლოვი, გახსოვთ თქვენ, რომელიც შავი ზღვისპირეთში განსაკუთრებით ქართული ეთნიკური ელემენტის ამოძირკვას და იქ რუსი სამხედროების სუსლოვამდე დაიწყო ეს პროცესი, ბატონო გიორგი, სუსლოვს უფრო მეტს აბრალებენ, ვიდრე იყო. შეიძლება მე რადგან მომესწრო ძალიან ბავშვობაში, მაგრამ მაინც სიმპათიით ასარგებლობდა, იმიტომ რომ იცვლებოდა ნაცრისფერ კარდინალად, თავარ ცენზურად, მაგრამ მე არ ვთვლი, რომ მას სულდა ქართველები. ის სტალინის გამონახული ფიგურა იყო, სტალინის გაზრდილი, პრავდას რედაქტორი იყო სტალინის დროს. და იყო ცეკას მდივანი, ასევე იოსებ სტალინის პერიოდში, შემდგომ მთელი ცხოვრება ცდილობდა, რომ ამ სტალინიზმის ჩრდილიდან გამოსულიყო და არ დაებრალებინათ მისთვის სტალინისტობა და ამ ფორმატში იყო საქართველოს მიმართ მისი სიცივეც. მისი სიცივეც განპირობებული, მაგრამ ის პირადად, აი რასაც აბრალებენ, ამას არ აკეთებდა. ანუ, ესე იგი, ხრუშოვმა ეს ვერ გააკეთა და აგერ 2025 წლის აპრილში ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა საქართველოს დემოგრაფიული დამთავრება და გადაგვარება, არა და მოგეხსენებათ ძველი მსოფლიოც როგორ გადაგვარდა ამ დემოგრაფიული ხალხთა გადასახლებების შედეგად. ეხლა ის ორბანი როა იქ ევროპის ბაყაყი, რომელიც ზიშუა ევროპაში და ევროკავშირის დანგრევა უნდა და პუტინის მთავარი სატელიტია. ეგ უნგრელები საიდან მოხვდნენ? მან ურალიდან. ურალელი ხალხია გადმოერეს 6,000-7,000 კილომეტრი და მოვიდნენ მან იმ ძველ პერიოდში, როცა არც მატარებელი იყო, არც მანქანა იყო, არც თვითმფრინავი იყო, არც კოსმოსი იყო, არც ინტერნეტი იყო, არაფერი არ იყო. ფინელები, ასევე ურალური ჯგუფის ხალხია. და აგერ სად მივიდნენ? ესტონელებიც ურალური ჯგუფის ხალხია. რაღა შორს წავიდნენ თურქები. აგერ ალტაიში წარმოიშვნენ მონღოლეთის ტერიტორიაზე, ბიზანტია აიღეს და აფრიკის ბოლომდე გავიდნენ იმხელა იმპერია შექმნეს ოსმალეთის. ეს ხალხთა გადასახლება არის რეალური პრობლემა, რამაც გადააშენა არაერთი ეთნოსი დედამიწაზე, მათ შორის პროტოიბერიელების გადააშენა, აი ინდოევროპელების შემოსევამ, სანსკრისტული ტომების ხალხის გადმოსვლამ ჩრდილოინდოეთიდან და ირანიდან, ერთი ტალღა წავიდა შუა აზიით, მეორე ტალღა წავიდა მათ შორის შავი
ზღვისა და იმ ბოსფორისა და დარდანელის გავლიდა პროტოიბერიელი მოსახლეობა ევროპაში აღარ არის ინდოევროპული ენა თავს მოაყვეს ევროპელებს და დავრჩით ჩვენ ბასკები და კიდე სარდინიაზე რაღაცა ტომი საკუთარი ენა რო შევინარჩუნეთ და ვერ წაგვლეკ ამ დიდმა გადასახლებამ და აი ამ ამბებს გადაურჩი და დღეს ივანიშვილმა გადაწყვიტა გაუხსნას კარი გაუხსნას ყველა იმ ქვეყნის მოქალაქეს რომელსაც არსად არც ერთი ქვეყანა არ უშვებს რადგან ითვლებიან განკვეთილ სახელმწიფოებად ტერორისტულ სისტემებად და აგერ ბრძანებულება მთავრობის გადაწყვეტილება ყობახიძის ხელმოწერილი ვის შეუძლია უვიზოთ შემოსვლა საქართველოში მეგობრებო მეტი კოსმოსის ეპოქაში როდესაც სწრაფად ხდება მოვლენები რამდენიმე წელს ჩვენ გავიხედავ და საქართველოში არის ცხოვრობს ქართველი არც სომეხი არც აზერბაიჯანელი არც ქურთი არც ის ვინც აქ დაიბადა ამიციშვილია ყველა ოსი აფსუა არის ცხოვრობს იცხოვრებენ აგერ ვინ ავღანეთის ისლამური რესპუბლიკა მის მოქალაქეები შეუძლიათ უფასოდ შემოვიდნენ მთელი წელი საქართველოში ის ავღანეთი რომელსაც არავინ არ უშვებს ყველამ დაკეტა საზღვარი მათთვის და ბოლოს იძულებული გახდნენ ავღანელები საწყლები ამერიკულ თვითმფრინავებს ზედაკიდებოდნენ ბორბლებზე ხო გახსოვთ რომ როგორმე გაეღწიათ ქვეყნიდან და იმათ აძლევ უიზო რეჟიმს არა ხარ მტერი არა ხარ შახაბაზე უარესი აბა ვინ ხარ ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკა ეს იმდენადაა სახალხო რამდენიც მეორე ბისმარკი მაგრამ ასე ქვია 200 მილიონია ხალხო და ეს ხალხი ცდილობს სადმე გაიქცეს იმ საშინელი ჯუნგლებიდან რომელიც სავსეა სამეფო კობრებით მახრჩობელა იმით გველებით ანაკონდებით ტიგრო ვეფხვისებრი ის არის მახრჩობელა ქვია ანაკონდაზე არ ნაკლებ ისა პატარა ვეფხვებითა და ერთსულად სადმე გაიცნენ შიმშილდი ხოცება ხალხი და 200 მილიონი იმას უხსნის საზღვარს რომ აქ შემოვიდნენ განის რესპუბლიკა ასევე ესე იგი ეს ქვეყანა დასახლებულია ჟირაფებით და დასახლებულია ტომებით რომლებსაც ერთსულად გააღწიონ თავი ამ ჟირაფებიდან აგერ უვიზო რეჟიმი საქართველოში აღეშენაღმეთა ეთიოპიის ფედერაციული დემოკრატიული რესპუბლიკა ეხლა რამდენად ეთიოპია დემოკრატიულია ჩემი აზრია მაგრამ ძველი ქრისტიანული მართლმადიდებლური ქვეყანა მაგრამ ამის მიუხედავად ჟობია რომ ყველა ერმა თავის მიწაზე თავის ფუძეზე ჩიტმა თავის ბუდეში უნდა იცხოვროს ძმები რო გაიყრებიან თავის სახლებში ცხოვრობენ აბა ღმერთმა იმ დიდი წარღვნის შემდეგ რატო დაანგრია ბაბილონის გოდოლი იმიტომ რომ ხალხმა გადაწყვიტა ერთად ეცხოვრათ იმ ატყორცნილ სასახლეში და მიდიოდა გლობალიზმი შეიძლება ითქვას ადამიანური ზნეობრივი რაც გადაიზარდა უღმერთობაში და დაასწრო ღმერთმა და დაანგრია და გააქცია გამოაქცია ყველას თავისი ენა მისცა თავისი მიწა მისცა და უთხრა აქ იცხოვრე და ისე იძმე და მეგობრებო ეს ღვთიური მოვლენა არა მარტო სამართლებრივი და დემოგრაფიული ხო რის წინამდეაც წავიდა ეს ბატონი ერის გამყიდველი შემდეგ ერიტრეას სახელმწიფო ეს გამოიყო ეთიოპიას გაქანებული სეპარატისტები და მკვლელებით არის სავსე ბაივიკები იყვნენ გუშინ და ეხლაც დარბიან და რა ვიცი იქ ბრაკონიერობენ და ბოლოს რო გააჩერონ ბრაკონიერობისგან ნაკრძალებში აყავთ რეინჯერებად რომ ვითომ დაიცავენ იმ ცხოვრებას რომელსაც გუშინ ხოცავდნენ და აი მაგათ სვერო უვისო რეჟიმი იემენის რესპუბლიკა ხალხო მთელი ამერიკა მთელი ევროპა მთელი ბრიტანეთი ბომბავს ამ იემენელებს და ისინი მაინც არ ჩერდებიან და ჩაკეტეს ფაქტურად წითელ ზღვაზე და სუეცის არხში გემების მოძრაობა და თუ ადრე მომდებოდა ერთი კვირა ჩინეთიდან ტვირთების კონტეინერებით გადატანას ევროპაში ეხლა ერთი თვე უნდება სამხრეთ აფრიკის შემოვლით დუღს ჰუსიტების იემენი და აბსოლუტურად ვერავისთან ვერ გადიან საუდის არაბეთში საუშვებენ მეზობელ ქვეყნებში ამ დროს აგერ ჩვენთან უვიზო რეჟიმი კამერუნის რესპუბლიკა ხო არ არის საუბარი აშენად ღმერთმა თავიანთ მიწაზე კამერუნელები კოდ დივუარის რესპუბლიკა თუ კვირაში არის 7 დღე იქ ხდება 8 გადატრიალება იცით ხო კოდ დივუარში ვიღაცას ოფიცერს არ მოეწონება რაღაცა გამოვარდება დაამხოს პრეზიდენტ გბამბოს და აწესებს შოკოლადზე და ყავაზე ახალ გადასახადს მოაგროვებს ფულს მე ახალ ლეიტენანტი გამოვარდება იმას დაამხობს და ეს ხალხი აღარ იცის სად გაიქცნენ და აგერ მისცა ივანიშვილმა გზა საქართველოში ხო კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა ეს კონგოც ისეთივე დემოკრატია როგორც მე ვარ იგივე ნაპოლეონი ეს წარმოუდგენელი ულამაზესი ქვეყანა მდინარე კონგო ორჯერ გადაკვეთს ეკვატორს და რა თქმა უნდა უნიკალური შიმპანზეებითა და გიბონებითა და აი ამ ადამიანის მსგავსი მაიმუნებით არის სავსე იქაურობა საოცარი ხალხია ძალიან კარგი ხალხი ცხოვრობს მაგრამ გაქცევაზე არიან ისინიც და მთელი ევროპის ტაქსისტები კონგოელები არიან რომლებიც სუ პოლიტიკოსებია თან რო ჩაუჯდები ტაქსში
აგინებენ ამ კონგოს და თავიანთ მთავრობას. ეს ის პატრიც ლუმუმბას ქვეყანა, რომელიც მოკლეს და მე მოსკოვში იყო უნივერსიტეტი მის სახელობით და მთელი აფრიკა ჩამოყალიბდა იქ ასწავლიდა. ეგენიც უიზო ჩემოდიან აქ. მაროკოს სამეფო, ნუ კი, კაი სამეფო, კაი ქვეყანა, მაგრამ თავიანთ ადგილას დაეტიონ და ვიზით შემოვიდნენ, კი ბატონო, შევხვდებით სულით, გულით, სიყვარულით. აგერ ნიგერია, ხალხო 210 მილიონია ნიგერია, აღარ იციან სად გაიქცნენ, შიმშილით იხოცება ხალხი და აგერ საქართველოში ივანიშვილმა მისცა უვიზო რეჟიმი. პაკისტანის ისლამური რესპუბლიკა მეგობრებო, ახლა ომი მზადდება ინდოეთსა და პაკისტანს შორის ისეთი, რომ შეიძლება მოსანატრებელი გაგვიხდეს უკრაინის ომი და სხვა ომები, იმიტომ რომ ორივეს ატომური იარაღი აქვს, დათვალეს ერთს აქვს 400 ქობინი, მეორეს 250 ქობინი, ან სად გააკეთეს და შეიძლება ატომურ ომში გადაიზარდოს და 250 მილიონი პაკისტანელიდან აქ რომ მოგაწყდეს თუნდაც 1 მილიონი მე მახსოვს ერთხელ გვეხუმრა ჩინეთის ელჩი პარლამენტში რომ ვიყავით ხუმარა კაცი იყო რომ რუსულად ლაპარაკობდა თან დავაი შალვა 1 მილიონი ადამიანი ჩამოასახლოს ჩინიდან საქართველოსიო და გაიზდებით რა რაოდენობრივად ხო მე უთხარი ზუსტად ამაზე ოცნებობდი და ამას ვიბრძოდ რომ ჩინელები ჩამოგვესახლებინა იმ ჩინეთანაც უვიზო რეჟიმი გვაქვს ბატონო იქაც უვიზოა ხო მილიარდ ნახევრიანი ჩინელი პერიოდი მახსოვს თბილისის ზღვაზე სადაც ჩინელები აშენებდნენ რა ამბავი რომ აბა ჩინელები ჩამოსახდებიან ამბავი და წინა ხელისუფლების ასე ვთქვათ წინააღმდეგობის ერთ-ერთი ესე ვთქვათ საბაბი და მიზეზი ესეც იყო და ახლა იგივე ხალხი ძალიან მშვიდად ეგუება ამას. ხო, მშვიდად ეგუება, იმიტომ რომ მაგ ბოლოს მე მგონი სომალისთან მიხვალ, სომალია მაგ ჩემპიონი, მაგრამ მშვიდად ეგუება, აბადე ბატონო გიორგი, იმიტომ რომ ბიზნე ივანიშვილის ქონება გატანილია ჩინურ ბანკებში, ჩინურ ოფშორულ ზონებში. მე ხო გითხარით წინის წინა გამოსვლაზე გუანჯოუში გადაიტანა მათ შორის მამაცაშვილის სახელზე გაფორმებული, ჩხატიშვილის სახელზე გაფორმებული თავისი ქონება გუანჯოუში უძველესი ოფშორია ჩინეთში, რომელთაც დაიწყო ჩინურ ეკონომიკის განვითარება. მათ შორის ოქროს საგდრისიდან მოპარული და აფეთქებული საგდრისიდან ოქრო პირდაპირ სლიტკები იქ აქვს გადამალული და გონია რომ ახლა ჩინეთი ბუდისტური ჩინეთი რომელიც დიპლომატიის მაგალითია და იგივე მაოძედუნის სიტყვებს თუ გავიხსენებთ რომ ჩინეთი უნდა გავდეს იმ მაიმუნს რომელიც ხეზეზის და ელოდება ორი ვეფხვის ბრძოლა რით დამთავრდება თუ ისინი დახოცავენ ერთმანეთს რა უკეთესი ჩინური დიპლომატია და ცივილიზაცია აღუწერელი სიღრმის მატარებელი ფილოსოფიაა და ივანიშვილის ტვინში რა თქმა უნდა ეს არ შევა და ნუ გონია რომ იქ უსაფრთხოდ გადამალა იქ ყველაფერი. სომალი, ნუ სომალზე ვაღარ ტერორისტული სახელმწიფოა. ავღანეთთან ერთად, მეგობრებო. სირიის არაბთა რესპუბლიკა, სადაც არ დამთავრდა ომი და გადატრიალებები. ერთი 5 ქვეყნის ჯარი დგა, იქა და კიდევ ვერ აჩერებენ, რომ არ მოხდეს ხოცვა ჟლეტა და თანაც სასაული ამბავი. სირია მაღიარა აფხაზეთის და ცხინვალის დამოუკიდებლობა. ჩვენ გავწყვეტეთ დიპლომატიური ურთიერთობა ამის გამო სირიასთან და უვიზო რეჟიმს აძლევენ სირიის მოქალაქეებს. გაგიგიათ ეგეთი რა. ერთი დათქმა არის მაგ ობიექტურობისთვის რო აღვნიშნოთ. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას გავეცანი მე და მინისტრის მოადგილესაც მოусმინე. ისინი ამტკიცებენ რომ პირიქით გამკაცრდა და რომ გალფის ქვეყნებში გაცემული ვიზის შემთხვევაში ხდება ეს ანუ ისინი თუ გაცემენ ამ ვიზას და ეს პროცედურა იქნება. გეტყვით მან რა ხდება? როგორც ეს რაღაც გარკვეულ ფილტრს გულისხმობს. გეტყვით რა ხდება ეს ძალიან ამ ქვეყნებიდან წამოსულები. გასაგებია ყოფნა არ ყოფნის საკითხია მეგობრებო და კარგია რომ მომეცეს საშუალება დეტალურად გავჩერდეთ ამ საკითხზე. ეს არ არის აღარც პარტიული საკითხი, არც პოლიტიკოსებს შორის კინკლაობის თემა, საერთო ეროვნული საკითხია. ჩვენი ყოფნა არ ყოფნა ფიზიკურად შეაგდო სასორზე ივანიშვილმა თავისი გაუმაძღარი სისხლიანი მადით. ეხლა რა შეესაქმე 2015 წელს ღარიბაშვილი რო გონია რომ გაიპარა და სანქციებს გადარჩება. ხო და ამაზე ღარიბაშვილის ხელმოწერით და იქნება ეს თემა დავხუროთ. კი ბატონო. ღარიბაშვილის ხელმოწერით მიღებული იქნა განკარგულება, რომ ვისაც აქვს არაბულ ქვეყნებში შესვლის უფლება, საუდის არაბეთი, ომანი, ბაჰრეინი, ემირატები, მას შეუძლეს შემოვიდეს საქართველოში უვიზო. და ყატარიც თუ ავშთებით. ყატარიც, ხო, კუვეიტიც მე მგონი. ხო, მას შეუძლეს შემოვიდეს საქართველოს შევიზოთ. ჯერ კითხავს იწევს ერთი გარემოება. რა კავშირში ვართ ჩვენ არაბულ სამყაროსთან, რომ იქ უვიზო უფლების მქონე ადამიანები ჩვენთანაც შემოვიდნენ უვიზოთ. ნათესაური კავშირი გვაქვს, ენობრივი კონტაქტები გვაქვს, კულტურული ცივილიზაციური ურთიერთობა. ეს სხვა ამბავი ახლა ამერიკის ვიზა ვისაც აქვს და ევროპის ვიზა იმ ქვეყნის მოქალაქეები აქ რომ შემოდიოდნენ, იმიტომ რომ ჩვენ შევდივართ რელიგიური სალოცავები შეიძლება საერთო რაღაცა არაფერი
მაგ მხრივ არა. აბსოლუტურად არავით არის და გეტყვი რა კავშირია. ივანიშვილის ქონებრივი და ფინანსური ინტერესები დავანებული და დაბანდებულია არაბულ ბანკებში. თქვენ ალბათ კარგად აგვირდებით, რომ თუ რამე გაუჭირდებათ, გარბიან ჯერ ალიევთან და მე გარბიან ყატარში, გარბიან დუბაიში, კონცერტის საყურებლად, საჩალიჩოდ და სხვათა შორის ჩვენც რო ხვდებით ამ არაბული ქვეყნის ელჩებს, გაქანებული ქოცება მიმიქარავ ზარკუა. ვერ წარმოვიდგენთ. იმ დონეზე არიან შებმულები და იმ დონეზე ივანიშვილის კრიმინალური ბიზნესი გადაჯაჭვული ამ არაბულ მაფიასთან. ეს არაბული სახელმწიფოებრივი სისტემა მაფიოზულ ტოტალიტარული სისტემაა. არაფერი დემოკრატიასთან მათ საერთო არ გააჩნიათ, რა თქმა უნდა. იგივე მე ახლა ამერიკაში რო ვიყავი სენატში თქვი კიდევაც რომ წარეხუმრობით რომ გასაგებია მეთქი ახლა თქვენ ისედაც სტრატეგიული მოკავშირეობა გააქვთ იგივე საუდის არაბეთთან. ეს წმინდა გეოპოლიტიკური მოსაზრებით, მაგრამ არ გაქვთ მეთქი არანაირი ცივილიზაციური კავშირი. ჩვენთან ცივილიზაციური კავშირი აქვს ამერიკას და ევროპას. არა მარტო სტრატეგიული კავშირი. აი ეს გამოყოფს ერთმანეთისგან. ეხლა იქ რა სტრატეგიული კავშირი, ცივილიზაციური კავშირი უნდა კონდეს დასავლეთს ან ჩვენ იმ პრინცმა, მემკვიდრე პრინცმა საუდის არაბეთის, ვინც ფაქტიურად მეფია, თავისი მოწინააღმდეგე ჟურნალისტი სტამბულში დააკვლევინა. დააკლეს საკონსულოში, დაასხეს მარილმჟავო, გვამსავს ვერ პოულობენ და გააქრეს. всё, შერჩა ხახუით. აი ამ სისტემებთან აქვს კავშირი ბიძინა ივანიშვილს და ჩვენგან მოპარულ მილიარდებს და ტრილიონებს იქ ეზიდება, იქ აბანდებს, იქ მალავს და რა თქმა უნდა სათავეშია ურთიერთობის დგას კრემლი და ვლადიმერ პუტინი. თქვენ გახსოვთ ალბათ როცა რუსეთის დიქტატორი პრეზიდენტი ჩავიდა ვიზიტად იქ ემირატებში და მე საუდში გადაფრინდა ეგ ხო ვერსად ვერ დადი ზირითადად ტოტალური ქვეყნების გარდა, იმიტომ რომ დაბადების სანქცია გაცემული. არა მარტო მისი ხომალდი შეუშვეს საჰაერო სივრცეში, არამედ რუსული ავიაგამანადგურებლების კავალკადა შეხვა. იმ დონეზე პრორუსული ტოტალიტარული სისტემებია და აი რასაც ახლა ჩვენ ვხედავთ ევრაზიის პლიტაზე, გეოპოლიტიკურ პლიტაზე, ჰარტლენდი, როგორც ბზეჟინსკი უწოდებდა, სწორედ ტოტალიტარული ბლოკის შექმნა მიდის, რომელშიც შედის პეკინი, მოსკოვი, თეირანი, ეს ავღანეთები, ეს პაკისტანები, ირიბა თურქეთის და არაბული სამყარო. ეს არის ტოტალიტარული სისტემა, რომელიც არ დაუშვებს ცივილიზაციას, დემოკრატიას და აი ამ სისტემაში ჩვენ გვიკავია გადამწყვეტი გასაღები და მთელი მოძრაობა ამ ტოტალიტარიზმის არის რომ საქართველოს დაიტრიონ და სამუდამოდ ჩაყლაპონ. ბატონშალვა. რასაც არ დაუშვებს, რასაც ვერ მოსწრებენ. ეს თავისი დემოგრაფიული შრომით ბადართან დაკავშირებული პრობლემებით, ესე ვთქვათ, დროებით დავსვა წერტილი, ვიცით რომ თქვენი დღეს სასამართლოში შეტანილი სარჩელი რას უკავშირდებოდა? სარჩელი უკავშირდება ამ გადაწყვეტილების გაუქმებას და არ უნდა კონდეს უვიზოთ შემოსვლის უფლება საქართველოში აი ამ ქვეყნების მოქალაქეებს. სხვა შემთხვევაში ჩვენ წავილეკებით და რა თქმა უნდა, სანამ ჩვენ წავილეკებით, მანამდე აი ეს მოსამართლეები მოხვდებიან საბრალდებო სკამზე, ვინც ივანიშვილის დანაშაულებრივ ბრძანებებს ასრულებს, მათ შორის აი დღეს რო შევიტანეთ სარჩელი ამის განხილვის გაჭიანურებაშიც და მე ძალიან გთხოვთ მოსამართლეებო ხო დაგჭათ ქართველობის, ეროვნულობის, პატრიოტიზმის რაღაცა ელემენტები. ოჯახები ყავთ, თქვენი შვილები ჩვეულებრივ დადიან საზოგადოებაში, ხო? არ არის პარტიული პოლიტიკური საკითხი. სასრაფოდ მოიწვიეთ მურუსიძე, რო გიყვარს ის ხოხობი აფრენილი ალაზნის ველებზე, იმ ალაზნის ველებზე მე დაგხვდებიან არაბები. და ციხლის კვირით გამოგაგდებენ და ვერავითარ ხოხობს ვეღარ ნახავ იქ. სხვათა შორის ერთიანი საქართველოს აღდგენა როდის დაიწყო? იმ საქართველოს, რასაც სოფლიო იცნობს და ერთად ვამაყობთ. როცა დავით აღმაშენებელმა დაამხო თბილისში ამირა, არაბი ამირა. და იმ ამირას პატარა გარემოცვა ყავდა არაბებისგან შედგენილი და ეხლა ივანიშვილმა მთელი არაბეთი შემოუშვა. მილიარდამდე არაბი შემოყავს აქ და ის ამირა მოსანატრებელი გაგვიხდა მე მგონი. კარგ არაბებთან მეგობრობდით და ვიმეგობრობთ კიდეც. მეგობრობა გასაგებია, მაგრამ მე ნუ წამართმევ სახლს, ნუ წამართმევ სამუშაო ადგილს. ნუ ჩემ ხალხს ნუ ეცილები კონკურენციაში საბინო იქნება, თბილისს ნუ გადააქცევ იმათ რა ქვია, ქვის სამტეხელოს როგავს ეს корпуსები რა ჩანდება, ეგენი ყიდულობენ, ეგ უვიზო უფლების მქონე არაბ ისლამური სამყაროს წარმომადგენლები თქვენ გონიათ რომ ჩვენი ხალხი ყიდულობს, ჩვენი ხალხი ფიქრობს რა ჭამოს, რა დალიოს, ბავშვს რა
ჩააცვას, როგორ გადაირჩენოს თავი, სად გაიქცეს, რა უშველოს ოჯახს. აი ეს არის ჩვენი ხალხის საფიქრალი. ეს ბინები კოცების და ივანიშვილის და კალაძის მაფიის მიერ შენდება აი ამათთვის. ამიტომ ეს უვიზო რეჟიმი შექმნილი მათი ბიზნესისთვის. ამიტომ ეს ასე ვთქვათ ბინადრობის უფლების იოლად მოპოვება დადგენილი კანონით. აბათ ყვილაც ხედან იქ წულაიები, ოდიშარიები და ის თვალი ბიზნეს სამშენებლო მაფია ენუქიძეები ყველა კოც დეპუტატს პარლამენტში რომ კორპუსი აქვს აშენებული და ან კიდევ აშენებს კორპუსს ეს შემთხვევით ხო ხდება საქართველოს გაყიდვა ჩვენი ხალხის აქედან გაძევება მათ მადგილას არაბებისა და მთელი დანარჩენი მსოფლიოს შემოყვანა ამათი სახელმწიფოებრივი ამოცანა და მიზანია თან ასრულებენ პუტინის დავალებას საქართველოს უკართველობა და ჩვენი მტრების ოცნების ასრულებით არიან დაკავებული და თანაც ახლა ფსიქოლოგიურად ამათ და ივანიშვილს პირველ რიგში ეშინია ქართველი ხალხის იმიტომ რომ ქართველი ხალხი მოსთხოვს პასუხს და აუცილებლად იქნება ეს აი მცოდვებისათვის რაც გააკეთა და იმ ბოროტებისათვის და ის ჩამოსული სომალელი და კამერუნელი და კოდიური ფეხებზე რა კიდე რაზე მოსთხოვს პასუხს არაფერი ეფი მუშახელი იქნება მიტინგს არ მოუწყობს რუსთაველს არ გადაკეტავს არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას არ მოსთხოვს არაფერს არ მოითხოვს იქნება ხიზანი რა თქმა უნდა და აი ეს არის ქვეცნობიერად გათვლილი ანუ ქართველებისგან დაცლა აქვს განზრახული საქართველოსა ბიძინა ივანიშვილის და ამის საშუალება არ უნდა მივიცო და ყველა უნდა დავდგეთ ფეხზე აი ახლა ის დრო ხელი ხმალს იკარ ქართველებო ხელი ხმალს იკარ რადგან დრო გვეწურება მაინც ბოლო კითხვა და ისვათ და მოკლედ იქნებ შეაფასოთ ფაქტია რომ რაღაც ხდება იმ ხელისუფლებაში. ძალიან რთულია ახლა გადაჭრდი იმის თქმა რომ დანის სამეფოში რაღაც ხდება გადააბარა ყველაფერს ცოტა რთულად წარმოსადგენია თავად ივანიშვილის ბუნებისა და ხასიათის და განსაკუთრებით ასეთი ეჭვიანი ადამიანის პირობებში. თქვენი აზრით რა ხდება? ან ღარიბაშვილი რატო გაუშვა, სად გაუშვა? ან მანამდე ლილუაშვილი, ეგერ ქარსელაძე და ასე შემდეგ და მართლაც ჰომოგენური ხდება იმ გაგებით სახელისუფლება ვერტიკალი რომ კობახიძესთან, კალაძესთან დაკავშირებული, ანუ ერთი კლანის ადამიანებით კომპლექტდება ეს ვერტიკალი. პირველ რიგში ჩემთვის რამე საოცრება არ ხდება პირადად. ივანიშვილის მოუწოდებ გაიხსენოს ჩემი 12 წლის წინანდელი დაპირება რომ სანქციების გზით მას და მის რეჟიმს მივახრჩობდი. რაზედაც გემრიელად იცინოდნენ, მიძახდნენ არაერთხელ თქვი გიშს, არასერიოზულს, დაგიმასხელოს, კლოუნს და სხვა და სხვა. აი ბიძინა, შეგისრულე 12 წლის წინანდელი დაპირება. ხარ სანქციების გზით უკვე ნახევრად მივრჩვა მდგომარეობაში და დახშობის პროცესი გაგრძელება და დამთავრდება შენი პოლიტიკურ აგონიაში გადასვლით. ეხლა რაც შეეხება მართლობის საკითხს, ეხლა მეცოდა მეცინება ზოგჯერ როცა გამოდიან ეს კინოლოკოები, ეს ბრძნული საკითხი, ეს ხუხაშვილი და ეს ვიღაცა ანალიტიკო ზურაბიშვილი, ბერძენიშვილი, უსოფეშვილი, ხიდაშელი, ნუ დაუბერდი მე ისინი ისეთები არიან როგორც იყვნენ 30 ყველა მთავრობას ემსახურებენ, ყველა ჩოკვეთას იღებენ. ნუ ჯანდაბას ეგ არაფერი არ არის. მეცინე ხო კი ბატონო, მეცინება ხოლმე იმაზე რომ აი ახლა იქ ის იმიტომ გაუშვა რომ ახლა კობახიძის კლანი ჩაანაცვლოს, მე კალაძე დაიწყებს მართვას. მეგობრებო, რა გჭირს, როდის უნდა დავსერიოზულდეთ? პირდაპირ მოსკოვის მართვაზე ვართ აყვანილი. აქ ჩამოდიან მოსკოვიდან ჯგუფები, რომლებიც დაკომპლექტებული არიან ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის, საგარეო დაზვერვის, თავდაცვის სამინისტროს თავარი სამხედრო დაზვერვის წარმომადგენლებისგან კომპეტენტური ნიჭიერი ხალხისგან არ არიან ახლა ამხელა იმპერია შექმნეს მაგ ოხრემა კენიგსბერგიდან ვლადივოსტოკამდე უნიჭო ამას ვერ შექმნის ჩვენ აგერ დავკარგეთ ყურიზირის ცხენვალი და ისა რა ქვია სოხუმი გამომზადებული ხალხი ზეპირადიციან ჩვენი ისტორია ზეპირადიციან რაზე შეიძლება ერთმანეთს წაკვიდონ გაკვტიშონ დაგვაპირისპირონ როგორ გმართონ ისინი მართავენ მოსკოვი მართავს ხალხი ესენი უბრალოდ ასრულებენ მათ მიერ მოცემულ რეკომენდაციებს და დავალებებს და ახმოვანებენ დინარაძის კობახიძის პირით კალაძის პირით იმის პირით ამის პირით აი ხო ხედავთ თუ კი ამერიკის წინააღმდეგ რამე იწყება მოსკოვში ჯერ პრობაციას აქ აკეთებენ დიპ სტეიტი გლობალური სახელმწიფო ფერადი რევოლუცია იქ სობრივი უმცირესობების დევნა, იქ არასამთავრობოების შეზღუდვა. ეს აქ აკეთებს პრობაციას მოსკოვი და მერე თვითონ იღებს ამას ამ პროპაგანდისტულ მარაგში, ან საკანონმდებლო სფეროში. ან ჯერ იკეთდება და მერე აქ გადმოდის. ესეთი კოორდინირებული სისტემა მართლობისა მოსკოვთან ჰარმონიაში მყოფი, პირდაპირ გეტყვით არ ყოფილა საბჭოთა კავშირის დროს, რომლის სისტემაში მე მუშაობდი პროკურატურაში. და შანსი არ იყო იქიდან რამე ებრძანებინათ თუ მიგვაჩნდა არასწორად
წდებოდა ისე როგორც აქაური კანონები მაშინდელი ადგენდა. არა, ეგ უკვე როდესაც საკმაოდ დასუსტებული იყო. ნუ ახლა მე ლიბერალურ კომუნისტში მოღვაწეობდი, ახლა 30-იან წლებში აღარ ვსაუბრობ. ასე ის ყავდა ერთი ქალბატონი თამარა პროკურორის მდივანი იყო. საყვარლესი ქალბატონო, ძალიან ესე ნამდვილი ქართველი ლამაზი რო შეხედავდი, უკვე ასაკში იყო ჩემთვის და მაგას უმუშავია ბერიას დროსაც, იგივე თანამდებობაზე. აი რო დახვრიტა ტალახაძემ ვაგონი ჭიათურაში. ქართველი თავადები რო გაწყვიტეს და გაჟილიეს და მე დამხრტავები წავიდნენ და იქ საქეიფოთ რესტორანში იმაში ქეიფობდნენ შორაპანში, ხო? აი ის ტალახაძე იყო 30-იან წლებში პროკურორი. აქ და ეს თამარა იმის მდივანიც ყოფილა და ხო გავიდა 50 წელი იმის შემდეგ და რო დარეკავდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროდან სადაც ბერია მუშაობდა და ეს რეპრესიული ადგებოდა ფეხზე და მოახსენებდა გენერალურ პროკურორს რომ აი ვახტანგ აპოლონოვიჩ შინსახკომიდან დარეკეს ისევ შინსახკომი ახსოვდა რაც ბერიას დროს ერქვა ხო და აი ესეთი მძიმე წარსულიდან მოვდივარ შეიძლება ითქვას მაგრამ მომავალი გვაქვს ძალიან ნათელი რადგან ქართველ ხალხს ვერავინ ვერ გატეხს და ვერავინ ვერ დაამარცხებს ან თქვენ ფიქრობთ რომ ეს გადაწყვეტილებებს პირდაპირ მოსკოვიდან იყო ნაკლებად ეს მართლობა მოსკოვიდან არის არა რაღაცა თავად ივანიშვილი არ დაიჯეროთ ივანიშვილი არაფერს არ წყვეტს ყველა ეკონომიკური საკითხი აი ეს უვიზო რეჟიმის შემოღების საკითხი ეხლა ეს არაბული ქვეყნების ლობირებით მოხდა აი ამ კანონის მიღება იმიტომ რომ ეხლა რა უნდა თითქოს ამ არაბულ ქვეყნებს ყველა რო იქ აწყდება აი ეს განუვითარებელი ქვეყნებიდან გაქცევაზე რო აქვს საქმე ნაწილი აქეთ გამოუშვა ნაკადი გადმოუმისამართო მადლობა ბატონ შალო შევაჯამო ჩვენს საუბარს ამიტომ შეჯომება ალბათ იქნება მაშინ როცა ივანიშვილის რეჟიმი მოხდება გლდანის საგამოძიებო იზოლატორში და ეს დღე ძალიან მალე დადგება მე შემიძლია დავწვიდე მაგათ და დიდი მადლობა თქვენი ბრძოლისათვის რასაც აკეთებს საქართველოს მადლობა ლეიბორისტების ლიდერი შალვა ნათელაშვილი რამდენიმე